მოგესალმებით. მოდით განვაგრძოთ ჩვენი რუბრიკა და დღეს მინდა გესაუბროთ გიორგი გეგეჭკორზე. უნიჭიერეს მსახიობზე, მასზე ბევრი ლაპარაკი არც გვჭირდება რომ წარვადგინო იგი, მაგრამ მოდი მაინც მივყვეთ მოვლენებს და დავაფასოთ ეს ადამიანი კიდევ ერთხელ და ვისაუბროთ მისი ცხოვრებისა და ბრწყინვალე შემოქმედების შესახებ. გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1923 წელს 23 თებერვალს თამარ გელოვანისა და ვლადიმერ გეგეჭკორის ოჯახში. თამარ გელოვანი პედაგოგი გახლდათ. ბავშვობიდანვე უზომოდ შეაყვარა ლიტერატურა, კლასიკოსი მწერლები, უამრავ ლიტერატურას უკითხავდა თავიდანვე თავის შვილებს და ვლადიმერ გეგეჭკორიც იყო გამოჩენილი პოეტი, არაჩვეულებრივი ლექსების პატრონი და აი ასეთ შემოქმედებით ატმოსფეროში იზრდებოდა და ყალიბდებოდა იგი როგორც ადამიანი, შემოქმედი და შემდეგ როგორც ხელოვანი. ძალიან კარგი გარემო იყო შექმნილი, არაჩვეულებრივი იყო ეს გარემო. აქ იკრიბებოდნენ პოეტები, ჟურნალისტები, თეატრისა და კინოს მსახიობები, ხელოვანები, მხატვრები. გიორგი გეგეჭკორი, ანუ გოგი გეგეჭკორი იგივე ძალიან დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს მათ, ისმენდა და აი თანდათან ივსებოდა მისი სულიერი საგზალი და შემდგომ არც არავის გაკვირვებია რომ მან სწორედ ხელოვანის პროფესია და კერძოდ თეატრისა და კინოს მსახიობობა აირჩია. დაამთავრა ბრწყინვალედ ეს თეატრალური ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ აი აქ მოეწყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. 1944 წლიდან იგი როგორც მსახიობი აი ასე მოღვაწეობდა კინოსა და თეატრში, ტელევიზიაში. ბრწყინვალე როლები შეასრულა მან, მას ჰქონდა არაჩვეულებრივად გამორჩეული ხმის ტემბრი, ულამაზესი და აი მისი გახმოვანებული როლები, რადიო დადგმები, ლექსები, იგავარაკები, ზღაპრები გამოირჩეოდა. ტელევიზიითაც იყო უკვე მისი აი ესე ასეთი გადაცემები, ტელევიზიაშიც მიიწვიეს როგორც ხელოვანი და აი საუცხო ხმის პატრონი და თან ნიჭიერებით გამორჩეული და იგი ამ ყველაფერს ძალიან დიდი რუდუნებით, სისადუთით და ძალიან გამორჩეული სიყვარულით ასრულებდა. მისი ოჯახი შეიქმნა, ჩვენ ვიცით რომ თეატრმცოდნე იყო მეუღლე ნათელა ურუშაძე, სხვათა შორის არაჩვეულებრივი გარჩევები ჰქონდა ხოლმე პიესებისა, სპექტაკლებისა, იწვევდა მსახიობებს. ძალიან კარგად მახსოვს, მე ბავშვობიდან ვადევნებდი ხოლმე თვალყურს, ძალიან მიყვარდა აი ასეთი გადაცემები, არაჩვეულებრივი გადაცემები იყო ხოლმე, რომელიც მართლაც გავსებდა და სულ სხვანაირ მუხტს გიტოვებდა და ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე, მცოდნე ქალბატონი იყო და გამორჩეული და ძალიან ლამაზი ტკბილი ოჯახი ჰქონდათ. შექმნილი, ყავდათ ორი შვილი, ქალ-ვაჟი და ერთი მანანა, რომელიც ფსიქოლოგი გახდა და ძალიან ნიჭიერი ფსიქოლოგი, ხოლო გიორგი ფერმწერი და ისიც ასევე ძალიან აქტიური, ნიჭიერი და
ამავე დროს გამოფენები ქონდა, მასაც ძალიან კარგად შესრულებული თავისი ხელწერა ქონდა და მნიშვნელოვანი იყო ან თავისი ხელწერა ფერწერაში. თვითონ ძალიან ხშირად აღნიშნავდა ხოლმე გიორგი გეგეჭკორი, რომ საყვარელი როლი მისთვის იყო ბედი მგოსნისა მიხეილ მრევლიშვილის პიესაში, სადაც მან ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი შეასრულა. ეს იყო ტრაგიკული ბედი პოეტისა გადმოცემული ისეთი დრამატიზმით, ისეთი სიღრმეებით და ისე გათავისებული ეს ყველაფერი, რომ თითოეული უჯრედი მისი თითქოს განიცდიდა, აღიქვამდა პოეტის ცხოვრებას და საკუთარ თავზე გადმოიტანა ნიკოლოზ ბარათაშვილის ისტორია ისეთი დიდი ნიჭიერებით ითამაშა მან, მაგრამ ასეთივე ნიჭიერება ჰქონდა გარდასახვის დროს, როდესაც თამაშობდა ჭინჭრაქაში მგელის როლს. ჰამლეტი აქვს ნათამაშები, მარტო 500-ჯერ აქვს ნათამაშები ტიგრან გულოიანის როლი ნოდარ დუმბაძის თეთრ ბაირაღებში და მინდა აღვნიშნო, არასოდეს დამავიწყდება რუსთაველის თეატრში პრემიერა, სადაც ჩემს მშობლებთან ერთად ვიყავით და ჩემს და-ძმასთან ერთად. ჩემს მშობლებს გამორჩეულად უყვარდათ კინო და თეატრი, განსაკუთრებით თეატრი და არ არსებობდა არც ერთი სპექტაკლი, რომ ჩვენ იქ არ ვყოფილიყავით და თითქმის ყველა სპექტაკლს ვესწრებოდით. იქნებოდა ეს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლები, რუსთაველის თუ ასე შემდეგ, სხვადასხვა თეატრისა და აი აქ მე არასოდეს დამავიწყდება გიორგი გეგეჭკორი, როგორი დახვეწილი, ინტელიგენტი, გამორჩეული ქარიზმით, დინჯი გამომეტყველებით და აბსოლუტურად გარდაისახა სცენაზე, ისე მოირგო ტიგრან გულოიანის როლი, ისე შევიდა ამ როლში, მიმიკა, ჟესტიკულაცია, მოძრაობა, სიარულის მანერა თვითონ, საუბარი, რომ აი მართლაც იქ ვიგრძენი და მივხვდი თუ ნოდარ დუმბაძეს როგორ ჰყავდა დახატული და გამოსახული თავისი დაახქმული ტიგრან გულოიანი, იმდენად ძლიერად და კარგად შეასრულა. ძალიან ბევრმა მსახიობმა სასწაულად გამორჩეულად შეასრულეს ეს როლები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გივი ბერიკაშვილმა ნაკლებად შეასრულათ გივი ბერიკაშვილის ტიგრან გულოიანი მარჯანიშვილის სცენაზე და თუნდაც ფილმში ეს არის რაღაცა არაჩვეულებრივი განუმეორებელი მოვლენა, მაგრამ იმას სულ სხვა ხიბლი და ხელწერა ქონდა თავისი. გიორგი გეგეჭკორი კი აი ამ ინტელიგენტ პიროვნებიდან უცებ ისე გარდაისახა და გარდაიქმნა მრავალგზის ნასამართლე ტიგრან გულოიანად, რომ ეს იყო რაღაცა განუმეორებელი, რომელიც არასდროს დამავიწყდება და დღემდე ძალიან კარგად მახსოვს. და აი პლატონი თვითონ სამანიშვილის დედინაცვალში როგორ ითამაშა, როგორ განასახიერა ეს ტრაგიკული ბედი პლატონისა, რომელიც ჩვეულებრივ მორჩილ, უწყინარ, მშრომელ ადამიანად იყო შექმნილი, მამის მორჩილი იყო, იგი ყველაფერს აკეთებს, თვალებში უყურებს, არაფერი აწყენინოს მას, მაგრამ ბედი მაინც ტრაგიკულად შემოუტრიალდება და როგორია ლუკმაპურის დაკარგვის შიში, რომ ადამიანში ასეთ
წყნარ და მშვიდ ადამიანში მხეც აღვიძებს და იგი დაუნდობლად უსწორდება თავისი დედინაცვლის შვილს, თავის გერს, ანუ ნახევარ ძმას და აბსოლუტურად უკვე განსხვავდება, აღარ არის იგი ის პლატონი, სულ სხვა პლატონს ხედავენ, გამხეცებულს, ნადირად ქცეულს, რომელიც ქალს არინდობს და მუცელშიც კი არტყამს ორსულ ქალს წიხლს და აი ამას ისეთი დრამატულად ასრულებდა, ისე სისხლხორცეულად, რომ შენც მასთან ერთად განიცდიდი ამ ტკივილს, გეცოდებოდა, გებრალებოდა, თან ბრაზდებოდი, მაგრამ უფრო ადამიანური თანაგრძნობა მოდიოდა წინ და აი ამაში განუმეორებელი იყო ყოველთვის გიორგი გეგეჭკორი. 1954 წლიდან უკვე კინოში თამაშობს იგი ჭრიჭინაში, სხვათა შორის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ლევანის არჩევას და აი მისი ქარიზმა იმდენად მოეწონა რეჟისორს, რომ ლევანის როლზე დაამტკიცა და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან კარგად ითამაშა მან ეს როლი. სხვათა შორის ასევე ძალიან კარგად გამორჩეულად საუბრობდა რუსულად, გამართულად და ძალიან ხშირად იწვევდნენ მოსფილმში და თეატრის სცენაზეც, რუსეთში სხვადასხვა ფილმებში აქვს მას მონაწილეობა მიღებული და აქ მისი კინოროლებიც ძალზე გამორჩეულია. ეს არის ამბავი სიყვარულისა, დათა თუთაშხია, ფესვები, ჭრიჭინა, ეთერის სიმღერა, აბეზარა, ქალის ტვირთი, წარსულის ზაფხული, თოჯინები იცინიან, ექიმი მიდის ფეხბურთზე. ანკერი და სეინერი არდადაგებზე, ქალაქი ადრე იღვიძებს, ჩემი მეგობარი ნოდარი, ბიჭი და ჩიტი, წყალდიდობა, სამკაული, სამკაული სატრფოსთვის, ჩარი რამა, ვერისუბნის მელოდიები, განუმეორებელია, ხო? როგორ ასრულებს იქ. თავის როლს დოდო აბაშიძესთან როგორ მიჰყავს დიალოგი, როგორ არწმუნებს მას, რომ აუცილებლად ვარდო უნდა გამოუშვან, ასევე ბრწყინვალედ ასრულებს აქ სოფიკო ჭიაურელი ვარდოს როლს და არგუმენტები როგორი დამაჯერებელი მოჰყავს, რომ დააფიქრებს პოლიციის მას რა ქვია პოლიცმაისტერს დოდო აბაშიძე რომ ასრულებს ასევე ბრწყინვალედ და აი როგორ გამოდის შემდეგ ესეთი ლამაზად, ესეთი არტისტული ნაბიჯებით, რომ თავისას მიაღწია და მან ისეთი არგუმენტი მოიყვანა, რომელსაც წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა და რა თქმა უნდა ვარდო გათავისუფლებული იქნა, ხო? ბაკულას ღორებშიც აი რომელი უნდა ჩამოვთვალოთ, რომელი ერთი როლი, კინოროლი იქნება იგი თუ თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები, სადაც ის რამე ზედაპირულად თამაშობს. ასეთი რამ არ ხდებოდა და აურზაური სალხინეთშია ეს თუ ნატურის ხე, ბათა ქექია, კაცია ადამიანი, მოხუცი მემანქანე, სევდიანი საყვერი, სიბრძნე სიცრუისა, ანთიმოზ ივერიელი, ბოლოს ითამაშა 6 და 7-შია ეს მეფე ლირში ბრწყინვალედ განასახიერა თავისი როლი ოტელო, რიჩარდ მესამე, საბრალდებო დასკვნა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ზოგჯერ ბრძენით შეცდება ეს სპექტაკლი, ამბავი სიყვარულისა, ფილოსოფიის დოქტორი, ჩალის ქუდი, ნათან ბრძენი. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ გამორჩეულად მისი კინოროლი ფესვებში.
როდესაც უყურებ ფესვებს თავიდან ბოლომდე ისეთი ტკივილი გეუფლება, ისეთი ამაყი განცდა, ისეთი სითბო, სიყვარული ფესვებს მოწყვეტილი ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ცხოვრობს, გადახვეწილია საფრანგეთში, რაოდენ დიდი სითბოთი, სიყვარულით, რუდუნებით იხსენებს თავის სამშობლოს და როგორი დიდია მისი სიხარული, როდესაც ქართველს დაინახავს. როგორია მათი შეხვედრა, როგორია მათი დიალოგი, როგორი სიღრმისეულია, როგორი დრამატულია და შემდგომ აი ამ ცხოვრებისგან როგორც აი ფოთოლი, შემოდგომის ფოთლები დაბლა უკვე ცვივა, აი ასე თანდათან ებღაუჭება ისიც ხავსივით უკვე ებღაუჭება იმ სიცოცხლეს, იმ უკანასკნელ რომ იტყვიან შემონათებას, რომელიც გულში აქვს, რომ ის ფესვები ბოლომდე არ გადაიჭრას და როდესაც ისე დოდო აბაშიძე თამაშობს აქ მთავარ როლს, როდესაც იგი დაინახავს ერთ-ერთ ფრანგულ კაფეში, რომ ეს ადამიანი ძალიან საოცრად და ისეთი ტკბილად, ტკივილით ამღერებს თავის ინსტრუმენტს და ამ ინსტრუმენტზე, ვიოლინოზე ასრულებს არაჩვეულებრივ კომპოზიციას, მივა მასთან სიყვარულით და სიხარულით აღფრთოვანებული და ის გოგი გეგეჭკორი ეუბნება ისეთ სიტყვებს, რომ ის აბსოლუტური შემოbrunება ხდება მისთვის და ახალი ფურცელი, ახალი ცხოვრების. მოდის სახლში, თავის ფრანგულად მოლაპარაკე შვილიშვილს დაისვამს და დააწყებინებს ქართულად აზროვნებასა და საუბარს. ანუ ის ფესვები, რომლებიც მოწყვეტილი იყო დიდი ხნის განმავლობაში თავის სამშობლოს, მაინც ბრუნდება წლების შემდეგ და აღადგენს თავის გზას, თავის კვალს და ფესვებიდან ისევ ამოიზრდება ამ ახალგაზრდა შვილიშვილის სახით ახალი თაობა, რომელიც ამ ფესვებს აღარ მოწყდება და მისგან ამოიზრდება უზარმაზარი სიბრძნის ხე, რომელიც შთამომავლობას გააგრძელებს და სწორედ გოგი გეგეჭკორის პერსონაჟია გადამწყვეტი თავისი საუბრით, რომელიც ცხოვრებას შეაცვლევინებს მთავარ გმირს დოდო აბაშიძეს და მის შვილიშვილს, რომელსაც ასევე ბრწყინვალედ თამაშობს ლევან აბაშიძე, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის ომში ნათელი მის ხსოვნას. გოგი გეგეჭკორი დღემდე არის ჩვენთვის ძვირფასი, განუმეორებელი. როდესაც თეატრისა და კინოს მსახიობები იუმორინა იმართებოდა ხოლმე და თეატრისა და კინოს მსახიობებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში თავისი კომპოზიციით, თავისი სიმღერებით, თავისი თეატრალური სკეჩებით. აი აქ გოგი გეგეჭკორის გამოსვლა იყო ყოველთვის დასამახსოვრებელი თავისი სისატურათი, რომელსაც არაჩვეულებრივად მღეროდა და ასრულებდა, რა თქმა უნდა, არტისტული ბუნებით, გამომსახველობით, ჟესტიკულაციით, მანერებით და ესეც ისეთ სიცოცხლეს და ისეთ ძალიან ლამაზ ატმოსფეროს ქმნიდა, რომ მაყურებლამდე მოდიოდა ეს ყველაფერი სითბოთი, სიყვარულით, რუდუნებით და აი დღეს ეს მინდოდა გაგვეხსენებინა. უამრავი რამ შეიძლება ვისაუბროთ მასზე, მაგრამ დღეს ასე მოკლედ
მოდით დავასრულოთ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.